ტექნოლოგიური პროგრესი განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მედიცინის სფეროში სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი მანქანურ სიზუსტესა და ექიმის კომპეტენციას შორის. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში აღარ არის შორეული მომავლის პერსპექტივა. ეს უკვე რეალობაა, რომელიც ჯანდაცვის სისტემების მართვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის სრულიად ახალი შესაძლებლობებს აჩენს. თუმცა ამ ინოვაციების პარალელურად მწვავდება დისკუსია იმ რისკებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მაღალტექნოლოგიური ალგორითმების მიერ სამედიცინო პერსონალის ჩანაცვლებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელის ხელმძღვანელის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელზეც უფრო მეც არსენ სეფისკვერაძე მოგვიყვება. არსენ, მოგესალმებით. ხელოვნური ინტელექტი რაც არის ახლა მე ძალიან მიყვარს ხოლმე და დღესაც რაღაც კავშირშია ხო, როგორც ვიცი და გელოდებით მოკლედ. მოგესალმებით, ლევანდინი. ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს თუ არა ექიმებს, ეს აღარ არის უკვე სწორად დასმული კითხვა, რადგან უფრო ზუსტი იქნება, როდის ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ექიმებს ამ კითხვას თუ დავსვოთ. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი საჯარო ჰოსპიტალური სისტემის აღმასრულებელმა დირექტორმა მიჩელ კაცმა განაცხადა, რომ ის მზად არის კლინიკებში რადიოლოგები ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლოს. მისი განმარტებით, ეს ტექნოლოგია უკვე საკმარისად დაიხვეწა მამოგრამებისა და რენტგენების ანალიზის მიმართულებით, რაც ჰოსპიტლებს საშუალებას მისცემს, რომ მნიშვნელოვნად შეამცირონ ხარჯები რადიოლოგებზე, რომელთა მომსახურებაზე მოთხოვნა და ფასი ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. იცი რა არის? ესე ცოტა თამამი არის ეგ განაცხადი, რომ იმაზე რომ მეტისმეტად თამამიც კი. რომ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სფეროა მედიცინა ადამიანის ხელში გადის მაინც ბოლო დროს და ეხლა ალბათ ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენება მაინც, რომ უცებ ხელოვნური ინტელექტმა რაღაცა ტიპის ჩაანაცვლოს. ან შეიძლება დაჯერება არ უნდადეს ასევე ამისი და ამის გააზრებაც. ცოტა რთული არის გასააზრებლად, მაგრამ თვითონ მოდელი, რასაც გულისხმობ, აი როგორი ტიპის არის ეს მოდელი, რასაც საუბრობ, იქნებ რაღაც სპეციფიურია და მიჩელ კაცის მოდელი გულისხმობს პროცესის ორ ნაწილად დაყოფას. თავდაპირველ ეტაპზე ყველა მონაცემს ხელოვნური ინტელექტი გაანალიზებს, ხოლო ექიმები მხოლოდ იმ შემთხვევებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც პროგრამა საეჭვოდ ჩათვლის. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ფილტრის ფუნქციას ასრულებს, მარტივ კლინიკურ შემთხვევებზე თავად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო რთულ კომპლექსურ სამედიცინო შემთხვევებზე სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს უტოვებს. ასე ეს თემატიკა ახალი არ არის, დიდი ხანია უკვე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ გარკვეული სფეროები შეიძლება ჩანაცვლოს, ყველაზე ობიექტური მათგან არის მაინც რადიოლოგია, ამ კვლევები თუ არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ისეთივე ზუსტია როგორც ადამიანი. ამ ხრივ კვლევები არსებობს, რა თქმა უნდა, და მე თუ მკითხავთ, ეს კვლევები არის შთამბეჭდავი, რადგან როგორც აღმოჩნდა, დაბალი რისკის ჯგუფებში ხელოვნურ ინტელექტს 10,000-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში უშვებს შეცდომებს. ანუ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტექნოლოგია არის უშეცდომა და მთელ რიგ შემთხვევებში ადამიანზე უფრო მაღალ სიზუსტის მაჩვენებელს აფიქსირებს, რადგან მოგეხსენებათ ხელოვნურ ინტელექტზე არ მოქმედებს დაღლილობა და სხვა მთელი რიგი ადამიანური ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად კონცენტრაციის დაქვეითება ან ნებისმიერი სხვა რამ. მოკლედ გაუმართლა ხელოვნური ინტელექტს. აქ მინდა რაღაც დავამატო, იმიტომ რომ ეს ხშირად მიიჩნევა, რომ ესე არის ძალიან ზუსტი. უფრო ხშირად კვლევებში ასევე ჩანს, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად თავის დაზღვევის მიზნით ნიშნავს არა მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ანომალიებსაც და ამითით თითქოს უფრო მაღალი აღმოჩენის მაჩვენებელი, თუმცა რეალობაში ეს არც ისეთი შთამბეჭდავი არ არის. მაგრამ 10,000-დან 3 შეცდომა მაინც კარგი მაჩვენებელი არ არის. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაისვას, რომ ეს არის დაბალი რისკის ჯგუფებში. დაბალი რისკის ჯგუფი. საბოლოოდ როგორც შენახსენე, ბოლოს მაინც ექიმთან მიდის შესამოწმებლად, ხო, საბოლოო ეტაპზე და რადიოლოგებში ხარ ყოფილა პროტესტი, მე ვიცი რომ იყო ამ ამბები. რა თქმა უნდა, რადიოლოგებმა დიდი შეშფოთება და კრიტიკა გამოთქვეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მათი აზრით, ჰოსპიტლების ხელმძღვანელები, რომლებსაც არსებითად არ აქვთ ცოდნა, სიღრმისეული ცოდნა რადიოლოგიაში, ხარჯების შემცირების მიზნით ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ და მთელი მათი არგუმენტი არის აწყობილი იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით არ არის იმდენად განვითარებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე მსგავსი ტიპის და დონის გადაწყვეტილება მიიღოს და შესაძლოა ამ დოზით ხელოვნურ ინტელექტსა და ზოგადად ტექნოლოგიას დაკნომამ ფატალური შეცდომები მოიტანოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამენ უნდა დაიმორჩილოს ხელოვნური ინტელექტი და არა პირიქით. ამის იმედი გაქვს შენც და კი, ჩვენთანაც და მგონი ყველა არის ექიმებსაც დამხმარე მოწყობილობა და არა ჩამოწვეველი ვინმეს საქმიანობის და სამსახური. დიდი მადლობა არსენ, ამ თემას ვესაუბრე. დაგმშვიდობებით.